So interesting place. I never see this one. You collected everything? No. It belongs to the Russell family. I'm first time here, so interesting. გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და სიხარული. ეხლა ნიუ-მექსიკოში შემოვედი და დამჭირდა გაჩერება რა ტრაქტორზე და ამ ტრაქტორზე არა დამხმარებლებრივად ჩავთვალე როგორც ხდება რა, ნუ Subway მაღაზია რაღაცეები, ჩვეულებრივი გასტრონომია. მაგრამ უცბად აგერ შემოვედი და რა კაი ადგილას მოხვდი რა. აგერ წერია Free Museum, welcome to Russell's. და აგერ ამ ბაბუას რო დაუწყე ლაპარაკი. ეს რატო მოაგროვე მეთქი და ნახეთ ახლა რა საინტერესო ადგილას ვარ. არა უბრალოდ ამ ბაბუა მითხრა რომ მე აქო რაც ცხოვრებაში მიყვარდაო ის მოვაგროვე. ნუ თავისთავად ეს ამერიკული სიმბოლოები, ხო? მოდი ალბათ თქვენთან ერთად გავიაროთ. მაინც ესეც ასე ვთქვათ რეალობა, ძღოლის რეალობა, ასე ვთქვათ რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესში, რასაც ქვია ძღოლის ცხოვრება. ნუ დავიწყოთ, ხო? ნუ ეს ელვის პრესლის მერილინ მონრო ეს თავისთავად ეს ამერიკის სიმბოლო. აი ხა ცოცხალი რო ყოფილიყო. ეს მისი ცნობილი კანდაკება მეტროსთან რო დადგება და ქარი რო აწევს. ეს ის ნახე ერთი რაღაც ძეგლია, მერილინ მონროს დიდი ძეგლი დგას რა და რომე ქალაქშია კი არ ვიცი და ეს კაბა ხოა გამოწეული და წვიმა რომ მოდის, ეს ხალხი ამ კაბის ქვეშ არის ესა აფარებენ ხომე თავს და ეს კაი სიმბოლოდ ითვლება და ერთადერთიო მონუმენტი რომელიც სარგებლობას აძლევსო ასეთ სიტუაციაშიო. სავარაუდოდ აი ესეთი მონუმენტია დიდი და აი კაბა რო იმას ფარავს, აი ეს მონუმენტია რა. აქეთ რა ხე საიდან დავიწყოთ? ეს თავისთავად ეს ამერიკული 50-იან 60-იან წლების ალბათ როგორი ის იყო, ხო? მანქანები. ვისაც უყვარს ანტიკვა და please do not touch. ნუ მოკიდეთ ხელსო, და მე მოვკიდე ხელი. დავარღვიე. ეს 50-იან წლებში აი ეხლა მე ფაქტობრივად 70-იან წლების ბავშვობა მახსოვს და რა კარგი იყო, ხო? რაღაც ხალისი იყო და აი ძველ ფილმებსაც რო უყურებ 50-იან წლის ხალხი როგორი ხალისიანი იყო, უხაროდა და აი ალბათ ასაკში ვინც არის ეს სიმბოლოები თავისთავად ამას ყველაფერს ასე ვთქვათ ტკბილ მოგონებებში გადაყავს რა. და მეც თავისთავად გავხდით ასე მოწმეები ესეთი სილამაზის. ეს მერილინ მონრო ხო სიმბოლოა. სხვათა შორის მერილინ მონრო რა ლამაზია იყო ბრუნეტკა, ნუ ბლანდი კარი იყო რა, შავი, ეს მე იღებავდა. იცით ხო, ამის მე ჯონ კენედის საყვარელიც იყო და ნუ რაღაც მე როგორ გარდაიცვალა, რა გარდაიცვალა. ბევრი ამოცანებია, მაგრამ ლამაზი ხალი რო იყო ეს ფაქტია და ძირითადად მერილინ მონრო სურათებია გარშემო. სიცოცხლეში ნეტავი როგორი იყო რა საინტერესო. ეხლა მერილინ მონროსი არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ რო შეხვდები ხოლმე ჩვენთან რუსთაველის ქუჩაში, ჩვენთან რუსთაველზეა თბილისში. ზოგი ისე ლამაზ გოგო შეხვდები და რო სიხარულს განიჭერს, რა სიცოცხლე როა, სილამაზე რო არის და ალბათ ქონდა ეს შარმი ამასაც, თორე ასე როგორ გააპიარეს და ასე როგორ გააღმერთეს, მაგრამ იქნებოდა, მასე არის. არ გინდა ქალის სილამაზეს გარეშე მაინც ჩვენ ცხოვრებას აზრი არ აქვს და
Elvis Presley-ის თელი, ნუ ესეც სიმბოლოა ამერიკის გახსოვთ იქ რომ ვიყავით ტენეში რომ გავიარეთ მის მუზეუმში. აქ რა ხდება? აი ეს ძველი ველოსიპედი. ეს რაღაც ალიონოკი თუ გახსოვთ მეგობრებო, ჩემ ბავშვობაში იყო ჩემი თაობის შკოლნიკი, ველოსიპედი 30 მანეთი ღირდა. და ჩემა რომ მიყიდა, აი ზემი იყო უბანში და ტარება არ ვიცი, მთელი უბანი დაგვსდებდა. მასწავლიდნენ ტარება და როგორ მახსოვს ველოსიპედზე, აი ხო ეს წონასწორობა რომ უნდა შეიკავო. ის გამახსენდა რა ის პერიოდი და მე შკოლნიკის შემდეგ მოდიოდა ალიონოკი და მე მოდიოდა ისა მერცხალი. მერცხალს როგორც ლასტაჩკას ვეძახით ხოლმე რუსი და ახლა ეს გამახსენდა ალიონოკის სტილშია რა, ეტყო ძველი ასე თქვათ ძველი რა ჩვენი ბავშვობის ველოსიპედია. ეტყობა აქედან საბჭოთა კავშირში ეს დიზაინი გადმოიტანეს აქედან. ახტება ახლა ძველი სათამაშოებია 50-იანი წლების ბავშვები რო თამაშობდნენ ალბათ ანკანების ბიტლი ეს სართავი ხო აბრეშუმის ამის გარო ვაკეთებენ მე თუშეთში მაქვს ეს ნანახი მაიქ ხელით აკეთებენ ეს ეტყობა ეს არის რა გულახდიად გითხრათ არ მახსოვს ეს ახლა ეს როგორ პრინციპი მუშაობდა და აი ძველი რა ქვია სალარო აპარატი წამიგრა რაღაც ფულს გადაერთი დუდუნო დაგეჭერ დუნო თაჯ მანიშნებენ ეს არა ეს აბეჭდი არა და ესე და ესე პოტიშით არა ეს სალაროა ეს არის სალარო და ეს რა ეს აბეჭდი მანქანა ეს არის ვერაფერი ვერ გავიგე რაღაცა ძველი როა კი მაგრამ ან სალაროა ფულის აპარატი ან საბეჭდი ასოები არ წერია ხო ალბათ საბეჭდი ნუ არ ვიცი ეს მე გადავხედავდი რა არის ფაქტორი ვერაფერი ვერ გავიგე რა არის ეს რა მაგარი რაღაცაა გახსოვთ მუშტაეთში და ემებში მანქანებით რო დავდიოდით პატარა ბავშვები 3-4-5 წლის ასაკში ეს უკვე ეთყო აკუმულატორზე იყო ხა ბავშვო დასოვდა წაიღებს რომ ვითამაშებს მაგარი ესეც აი თვითვინავი მეგობრებო ვინც მუშტაეთში დადიოდით თქვენ ბავშვობაში გახსოვთ რა ბედნიერები ვიყავით თუმცა მე რომ მუშტაეთზე გადავიღე სიუჟეტი მოყვა ეს აღარ დადიოდა ესეთ მანქანით მაგრამ ისე საკატავაგე რა პედლებს აქ დააბიჭებ და დაждები და ვითო თვითვინავს ახლა 3-4 წლის ბავშვი რო დაждება ბედნიერი იქნება არ იქნება თან ეს ამაგრა გაკეთებული რა კარგია კარგი აქეთ რა არის ეს ახლა 50-იან წლებში გადაღებული go და გუდი არის ეს არის საბურავის რეკლამა გუდი არის აი თოში როგორ მიდის ეს თოვლი და ზამთრის თემა როგორ არ გეშვება ისე რა ეს წარსულზე ლაპარაკობ გახსოვთ მეგობრებო ჩემი თაობის ხალხს ახსოვს იყო მოტოციკლეტი და იყო ხოლმე მოპედები ხო აი ფეხით რო დაქოქა ფეხით კი არა ფეხით უნდა მე დაიქოქებოდა და ესე იგი ველოსიპედსა და მოპედს შორის იყო ისა მოტოციკლეტს შორის იყო მოპედი აი მოპედების მაგალითები ხა იამაჰა აი ხა პატარა ბავშვი ახლა რო ხარ 14-15 წლის ხა ეს ცოტა ალბათ დიდი კაცების არის და ეს უკვე პატარა მოზარდებისთვის Here's a little book catalog, it'll be fine. ძმაო, რა გინდა? შერიფი. ეს უკვე დიდი კაცებისთვის ხო, ეს 50-იან წლებში და ეს ჰარლი დევიდსონის სტილის მოტოციკლებია, ნო. ესე ვინც ახლა ამით არის დასაქმებული და გატაცებული ალბათ მიხვდება რა სახის მოტოციკლებია. ეს რა მაგარი რაღაცა მეგობრებო ნახეთ. აი მე კაუბოებს, ანუ კაუბოი ქართულად როგორ არის?
დეზები რო ქონდათ ხოლმე, დეზები. ჩექმებზე გაკეთებული ეს მხარე თქვათ ეს ცხენს უნდა მიარტყა და მე ცხენი მირბოდა, ხო? აი როგორი სახეობის დეზები ქონდა და ეს აქ დაგროვილი ამ ჩვენ მუზეუმის თანამშრომელს. აქეთ რა არის? აქეთ ეს ძველი საათები, ხო, ეს საათი ერთ-ერთი როგორ გითხრათ, შენი მდგომარეობის მაჩვენებელი იყო ეს, რაც რომ მაგარი საათი ქონდა, ოქროსი რაღაც თავისი ტექნოლოგიით ის უფრო პრესტიჟს წევდა რა, ასე საათი უნდა მოგიღო, გადასვლა მე იქიდან გიყოლება, სულ გადაშლიდი, შეხედა თუ მაგარი საათი გაქვს, ესე იგი გამოსული ტიპი ხარ რა. ეხლაც ასე არ არის. ეხლა მე პირადად საათს არასდროს არ ვიყენებ, იმიტომ მობილში მაქვს, მაგრამ ეხლა რო საათებში იხდიან 3000, 5000, 10000 დოლარს, ხო? ესეც შენი როგორ ვთქვათ, სტატუსის მაჩვენებელია და ესეთი რაღაცები აი აქ. ეს რა არის? ეს რა ვერ გავიგე. ფიჩრები რა არის? მაგე ძველი ციგა, არა, ციგა არ არის ეს ციგა თუ მივხვდი, ესე იგი. ჩემი ძოლები ალბათ მიხვდებიან, ეხლა გეტყვით. ტრაილერის ღონება ვიცით რა არის დიოდი და ზოგჯერ ვესტეიშენში რო შეგვაგდებენ ხოლმე, რო ამოწმებენ ხოლმე. ეს მე ოფიცერი გამოდის და მანქანის ქვემოთ ძვრება რა. და ქვემოდან ათვალიერებს იქ ეძებს მიზეზებს და აი ეს არის ის არის ძველი, ეხლა ცოტა თან ძველი ის არის რა. ამაზე დაწვებოდა და გაგორდებოდა რა, იქ მომენტია და ეს უკვე თანკრატი გვერდზე. ძველი დიოთის თანამშრომლების, ასე ვთქვათ, ზურგზე საგორავია რა. ეს კერასი, ესე იგი, ნავთი ადრე ხო შუქი და ის არ ქონდა და ეტყობა ეს ამ ასეთი მანქანებით ნავთი დაქონდათ და ყიდიდნენ. როგორია და შეიძლება მოგიდა. ეს წყალია, ვითეხას კომპანია, ეს რა არის Portland Product, ხო, ეს წყალია. არა, უიმე ეს ის ყოფილი კაცო. თავიდან მანქანა მეგონა დაქონდათ ხოლმე წყალი, ესეთი tanker-ს, ანუ ცილინდრი, ეს სიმბოლოა. ეს თავი-თავად ცოცხალი ცხენი არ არის. ამერიკელებისთვის საყვარელი სიმბოლო, კეპკები. დღევანდელი პრეზიდენტიც ტრამპს როგორ უყვარს ხო კეპკები. ავატარებ ამ სიმბოლოებს. ადრე რომ დამქონდა ეს ერთმა მითხრა ბიჭო რა მეცხვარესავი დადიხარ ეს კუდი რომ მქონდა პანამა და მეც გადავედი ამ კეპკებზე და რა საინტერესოა რატო აქვს ასეთი მიდრეკილება ამერიკელებს ამ კეპკების მიმართ. ეხლა ევროპაში ისე არ შემემჩნევია, აქ უფრო უყვართ რა. მთელი არ ვიცი ხა ალბათ თავისი ისტორია აქვს ამასაც ამ კეპკებს. კეპკები ქართულად როგორ არის? კეპკა. კუდიანი კუდი რა. ასე რომ აი ვისაც ავტომობილი უყვარს და ტექნიკა, ნახეთ უკვე ძრავა როგორ გაპრიალებული ის არის, ხო? ეს უკვე რაღაც როგორი ინსტრუმენტები ქონია ეს მაგარი რაღაცაა რა. აი ინსტრუმენტები მიყვარს მეც ახლა პირადად გარაჟში. ენი ინსტრუმენტები მაქვს და აი კაი ინსტრუმენტი რო გაქვს და აი ყველაფერს რო გააკეთებ რაჯობია მაგას რა. მე მაგათაც ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილია, კაი ინსტრუმენტები. ინსტრუმენტები რო გაქვს და ნებისმიერ რაღაცას რო გააკეთებ, რომ მიუდგები იქიდან, აქიდან. აქეთაც ძველი მანქანებია. ალბათ ვისაც აინტერესებს მე ძველი რაღაცეები, ეს მუზეუმი, ფრი მუზეუმი კი ქვია და ალბათ მე რაღაცას რო იყიდის, აქედან წაიღებს, პატარა ბიზნესიც არის. ალბათ მე გავიგო. აბა იქით გავიაროთ რა ხდება. აი დასავლეთში კი თე საქართველოში კოჭებს რო ტრუსავდნენ, ხო, ასე ნავთშარ. ეს აი გამახსენდა. ეხლა აღარც არის, ხო, თუ ისი ტრუსავდნენ, არ ვიცი, დიდი ხანია სოფელში არ ყოფილა. ეს რა არის? ესეც ხო, ეს გამაწყობელი რა, ნავთია და აქედან საჭმლის გაცხელება თუ გინდა წყლის გაცხელება, ეს არის რა.
თავისებური ამერიკულია ძმა, ამერიკული. უფრო საბჭოთა პერიოდის ის მახსოვს და ეს რაღაც ძალიან ბევრი რაღაცეები აქვს მიმაგრებული. გამახსენდა მეგობრებო, ჩვენ დილაობით მაწონი, რძე, ხაჭო, პიტაპი იყიდებოდა აი ესეთი პლასმასის ბოთლები იყო, ხისა ყუთები იყო და მე იმაში იყო ბანკები რა, აი ესეთი ბოთლები შუშის. ეტყობა ეს ამერიკაშიც ასეთი რაღაცები იყო და ძველია. მახსოვს და ჩემი დილით მაგდება წადი 7 საათზე უკვე იყო ეს ხაჭოების მეტანა, მე სამკუთხედი რძე რო იყო, ისიც მაგარი იყო მახსოვს და ეტყობა ეს მომენტია რა, ძველი ბანკები და თავისი ბოთლი. აბა აქეთ რა ხდება? ნუ სხვადასხვა ეს რა არის? გაზის სოჩიკი, ანუ რიცხველი. რას ანგარიშობდა? არ ვიცი, ხო, ამას ვერ ხვდები, ეს რა არის? ეს ამას ვერ ხვდები, ეს რა არის მეგობრებო, მე მივხვდით, აბა დამეხმარეთ და ვერ ხვდები ეს რა არის რა. ან თავში არ მომდის. გზეთი რაღაც გაზის რაღაც რა კონსტრუქცია. არ ვიცი, ანუ ვერ მოვიდ, მე ალბათ დავფიქრები. Donated by DEA. ეს რაღაც ჩარხია. იმასაც ვერ ხვდები. ჩემ დროს ჯარიდან რომ ჩამოვედი, მე დავიწყე ქარხანაში მუშაობა ელექტროავტომატი. ეს არის ორთაჭალის გეთფონი ჩაისკე რომ მიდიხარ და იქ იყო ძალიან ბევრი ჩარხები, დანადგარები და რატომაც გონია რომ მე ვიცი ეს ჩარხები და ეს რა არის საფრეზერო, სახარატო, საპრესი და აქედან გამომდინარე მე გონდა რომ ისე ვერ კვეოდი ჩარხებში და ეხლა ამას უყურებ და რა არის ვერ ხვდები რა. ჩარხია თუ რა არის? რაღაცა ესეთი არ დამინახონ. არ ვიცი რაღაცა აქ რეზინაც ეს სიტყვით ვერ მივხვდი რა. ამიტომ თქვა რომ ამბოს. ნუ რაც როს ვიტყვი ვიცი, მე ვიცი რომ ის არ ვიცი. არისტოტელე მართვა. ამიტომ ნახდათ ვერ მივხვდი რა არის ეს. ნუ ეს კი ვიცით, ეს არის ბენზინის კალონკა რო ეძახით, ეს ძველი სტილის არის. აქეთ რა ხდება? ნუ ყველგან ელვის პრესლი. ეს უკვე მივხვდით, ეს უკვე შემდუღებელი სვარკის აპარატი. საშემდუღლებლო აპარატი. დენი წარმოიქმნება, მე შეუერთება და იქ მე აერთება ეს უკვე. ძველებული, აბა რომელ წესია დამუშვებული? რა წერია აქ? იქითაც რა არის? აი ისიც ვერ ხვდები. ეს რა აპარატია? ბევრი რაღაცას ვერ ხვდები რა. ან ეს რა არის? ეს სასწორია. თუ ოქროსთან რაღაც. კომპიუტერ ქსინკა. სატეხი გამიხდა, თავსატეხი. აქეთ ეს კინგ-კონგის რეკლამა, გახსოვთ მაშინ მუზეუმში რო ვიყავთ, ეს კინო როგორ გადაიღეს მაგაზინით ის გადაცემა. ეხლა მაინც ახლა მომუტოთ კათიშვა. ნუ, короче, მუზეუმი ცდილობს, რომ ძველ 50-იან წლებში გადაგვიყვანოს რა. ეს ამაგარია. ვითომ ტრაქტორი მიყავს, აი ბავშვებისთვის. აქეთ რამდენი ქონია. აი ასეთები არ ქონდა ჩვენ, აი ესეთი მანქანები, მუშტა ის ცოტა დიდი ფართო. აქ როგორ ეგეთი სასებს არის. სახანძროსი ეს ჩაულებრივი. კარგია, კარგი. ესეც გახსოვთ კარუსელი ცხენებით რო იყო ხოლმე, ამათაც ქონიათ, ახლა ბავშვი დაждდება და ამას ათამაშებ და დადის რა. კაი რაღაცა აგერ პატარა ტრაქტორი, აქეთ მეორე ტრაქტორი.
ნახოთ ახლა ისეთი საინტერესო კიდე. ამხალე მანქანები იყო რა მეგობრებო, ახლა თავისთავად ადრე საწვავი რო იაფი იყო. საერთოდ ამერიკაში ამაგანი დიდ ძრავიან მანქანებს აკეთებდნენ. ახლა გადავიდნენ ცოტა ეკონომიკად, თორე ადრე ვინ უყურებდა ამას და ყველა ცდილობდა კომფორტზე და სიამოვნებაზე გაეთვალათ მანქანის აწყობა და მთელი ამბები. აქეთ რა ხდება? აქეთ. გაბუსული უყურება ეს. ზემოთ ძველი სურათები და ისე და ისე ტელევიზორში რეკლამები 50-იან წლებში ხდებოდა რეკლამები მანქანების და ასე შემდეგ. ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო, რა ვიცი, ესე ჩვენ შემოვედით ასე უცხოთ და გადავერთეთ 50-იან წლების პერიოდში. აი მუზეუმმა ამის საშუალება მოგცა. ეს ჯიპი Ford ეს 1929 წლის მანქანა. ამი ანტიკვარია, ყველია. რა ვიყიდო ახლა მე მანქანა. არ ვიცი კურათიოთ ვეგეთქვა. Thank you very much. It was very nice. Thank you. You have a good one. Thank you. ისე დროის მანქანა რო კონდეს რა მაგარი იქნება რა. ჩარტე გადახვალ მე-5 საუკუნეში, ჩარტე გადახვალ მე-17 საუკუნეში, ჩარტე გადახვალ 23 საუკუნეში. რა მაგარი იქნება რა. მოდა აი შეგრძნება მაგ ახლა მე 50-იან წლებში ვიყავი და გამოვედი აქ. გამოვედი და ვიმყოფებით 21 საუკუნის ტრაქსტოპში. Subway. ახალაკის ქონია Coca-Cola და ასე შემდეგ. და გადავირთოთ თანამედროვე ცხოვრებაში, არა მეგობრებო. ეს ადამიანებია სულ დამოიზრა, დავაყენე მანქანა და ალბათ მეგობრებო ვიღაცა. გადავიდეთ ჩვეულებრივ რეალობაში. გავაგრძელოთ ჩვენი ამბები, არა მეგობრებო. დაგემშვიდობებით. მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. მანქანა აქ წინ დავაყენ და უკან დგას ახლა ამერხანი სულ დამოვისრა რომ სულ ადგილას მაგ დაყენებული. გავიქეცი. Sorry. ეგ მეგოდება ის ჩემს უკან დადგა და ასეთი რაღაცებს ხდება. მაგრამ არა ვთქვა, რაღაცა საინტერესო ხომ ნახეთ. მოვიდგენთ ახლა 9 საათი ხომ მაინც ვიტრიალე და ჩემს უკან ის მანქანა იდგა და სულ რა ვქნა დამავიწყდა რა იმდენად ჩამითრია ამ რა ქვია მან იმ ძველმა იმეებმა რომ იმედია იზღოლი იქნა კიხელებს იქნებდა მაგრამ რა ვქნა იმედი არ შემაგინა. კარგი თავა მეგობრები ისე და ისე გავაგზავნოთ და საინტერესო ახალ ვიდეოებამდე.